მე მინდა დღეს ვილაპარაკო ძვირფასებო. И сегодня я хочу говорить, дорогие мои. გასულ კვირას წყევლაზე ვილაპარაკობდით ჩვენ. На прошлой неделе я говорил о проклятии. რა თქმა უნდა ეს დიდი თემა არის და 40-იან ქადაგებაში ვერ გადმოვცემთ ამას ისი თქმაც გვინდა. Конечно же, это большая тема, и за 40 минут я не смогу передать всего того, что нужно, объема. მაგრამ ჩვენ თქვით რომ ამ მიწაზე არის წყევლა და ასევე არის ეს ეშმაკი. И мы сказали, что на этой земле есть проклятие и дьявол. ბიბლია ამბობს რომ სატანა ჩვენი მტერი И არის. Библия говорит, что дьявол наш враг. ჩვენი მტრები არ არიან ადამიანები, ჩვენი მტერი პირველ რიგში ეშმაკი არის. И наш враг не человек, но в первую очередь это дьявол. რა თქმა უნდა შეიძლება ადამიანს იყენებდეს ეშმაკი, მაგრამ ჩვენ უნდა გესმოდეს რომ ჩვენი მტერი ხორცი და სისხლი არ არის. И, конечно же, дьявол может использовать человека, но в первую очередь мы должны понимать, что наш враг не плоть и кровь. ის გვებრძვის სისხლითა და ხორცით, მაგრამ ჩვენ არ ვიბრძვით ასე. Но он борется с нами плотью и кровью. იმიტომ რომ ჩვენი საომარი იარაღი ეს არის სულიერი. Потому что наши оружия воинственные не плотские. მე მინდა დღეს ვილაპარაკო ძალაუფლების შესახებ, რომელიც გვაქვს. И я сегодня хочу говорить о власти, которая есть у нас. ჩვენ ხშირად გვავიწყდება და შეხსენება გვჭირდება. Мы порой забываем, и нам нужно напоминать იმ სულიერი ძალაუფლების შესახებ, რომელიც მოგვეცა იესო ქრისტეში. о той духовной власти, которая дана нам во Христе Иисусе. ეს არის უდიდესი კურთხევა, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ. И это великое благословение, которое принадлежит нам. და ეს არის სულიერი კურთხევა, რომელზეც ლაპარაკია, რომ ღმერთმა ქრისტეში გვაკურთხა ყოველა სულიერი კურთხევით. И это то благословение, о котором написано, что Бог благословил нас во Христе всяким духовным და благословением. საჭიროებს ეს საკითხი შემეცნებას. И этот вопрос нуждается в познании. ჯეხან სლავამ კარგად თქვა, ჩემი რწმენა ეს არის ის, როცა შენ გამოცხადება И გაქვს. Слава сказал, что моя вера это когда ты имеешь откровение. და ჩვენ გვჭირდება სული წმინდასთან ახლო ურთიერთობა იმისთვის, რომ გავერკვეთ, გავიგოთ და შევიცნოთ, რას ნიშნავს ის, რასაც ჩვენ ვკითხულობთ ან ვისმენთ. И нам нужны близкие взаимоотношения с Духом Святым, чтобы мы познали, чтобы мы поняли, что это такое, то, что мы читаем. სული წმინდა ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ შეგვიძღვეს ყველა ჭეშმარიტებაში. Дух Святой для того пришел на эту землю, чтобы ввести нас во всякую истину. Аминь. Аминь. ერთადერთი ვისაც შეუძლია რომ ჩვენ მოგცეს გამოცხადება და შემეცნება და გვასწავლოს ეს სული წმინდა არის. Единственный, кто может дать нам познание и научить нас, это Дух Святой. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ინტელექტით გავიგოთ ეს. Мы не можем понять это нашим интеллектом, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ სული წმინდის დახმარებით გავიგოთ ეს. но мы можем понять это с помощью Духа Святого. მოდი ნახოთ კოლასელთა მეორე თავიდან წავიკითხავ. Давайте прочтем с Колоссянам 2 главы. 14 და 15 მუხლი. 14 и 15 стихи. გაუქმა ჩვენს წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი. აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარზე მიამშვალა. განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი. საჯაროდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვებაო. Истребив учением бывшее о нас рукописание, которым было против нас, и он взял его от среды и пригвоздил ко кресту, отняв силы и у начальств и властей, властно подверг их позору, восторжествовав над ними собою. Эти თითოეული მუხლი მნიშვნელოვანი არის სახარებაში. Каждый стих в Евангелии он важен. პირველ რიგში იმიტომ რომ ის სულიწმინდით არის, სულიწმინდის შთაგონებით არის В დაწერილი. первую очередь, потому что это написано вдохновением от Духа და ის Святого. უფრო მეტ სულიერ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე უბრალოდ როცა ჩვენ ვკითხულობთ ხშირად. И оно несет более духовный смысл, чем мы просто читаем. და თუ ჩვენ ჩაუღრმავდებით, ძალიან ბევრ სარგებელს ავიღებთ. И если мы вникнем, углубимся, то получим больше пользы. ბიბლია ამბობს, რომ იესო ქრისტემ ჯვარზე გააუქმა ჩვენს წინააღმდეგ ბრალდებები. Библия говорит, что на кресте Иисус, Он истребил всякое учение или ბრალდებები. обвинение против нас. რა ვიცი, შეიძლება თქვა ცილისწამებები ან საქმეები ჩვენს Здесь წინააღმდეგ. написано рукописание, или может быть обвинения, или какие-то дела, შეკერილი საქმეები. которые нам приписали, или клевету.
ეს არის ის, რასაც ეშმაკი იყენებს ჩვენი მჟავრდებისთვის. Это то, что дьявол использует, чтобы обвинить нас. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ცოდვებს ვეძახით. И это то, что мы называем грехами. ბიბლია ამბობს, რომ იესო ქრისტემ აიღო ჩვენს წინააღმდეგ დაწერილი ბრალდებები. Библия говорит, что Иисус Христос взял это Если арис, написание лишнелован. или обвинения, которые написаны против нас. Но знаешь, что важно? რომ ვიღაცა ჩვენს ცოდვებს რო იწერს Что кто-то записывает наши грехи და საქმეებს აგროვებს и собирает дела на нас. და ამას აკეთებს ეშმაკი. И это делает дьявол. ბიბლია ამბობს, რომ ის ჩვენი მტერია და მბრალდებელი არის. Библия говорит, что он наш враг и наш обвинитель. მას უნდოდა რომ გავემტყუნებინეთ ღმერთის წინაშე. И он хотел обвинить нас перед Богом. მას უნდოდა რომ ისეთი დამნაშავეებად გამოვეყვანეთ, რომ ჩვენზე სასჯელი მოსულიყო. И он хотел вывести нас такими обвиненными или виноватыми, მაგრამ что мы მადლობა вызвали суд ღმერთს, Божий. Но благодарение Богу, რომ მან გამოგიგზავნა იესო ქრისტე, что он послал Иисуса Христа, რომელმაც გააუქმა ჩვენს წინააღმდეგ ყველა ბრალდება. что он истребил всякое обвинение или рукописание, которое было против нас. ანუ ჩვენს წინააღმდეგ მორწმუნეთა წინააღმდეგ საქმეში ბრალდებები აღარ არის. То есть против верующих, против нас никакого обвинения больше нет. ხელწერილიო ქართულში ასე წერია. Рукописание в русском, также и в грузинском. წარმოიდგინე შენი დაბადებიდან ან თელი შენი ცხოვრება ვიღაცა რო დაგდებს და იწერს ყველაფერს. Представь себе, с твоего рождения кто-то бегает за тобой и записывает все твои грехи. და ბიბლია ამბობს რომ იესო ქრისტემ აიღო და ჯვარზე И მიამშვალა. Библия говорит, что он взял это и пригвоздил ко кресту. და შემდეგ აგრძელებს. И потом он продолжает. განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი Отняв силы у начальств и და властей, საჯაროდ разоружив, შეარწყვინა და ჯვრითიზე იმა მათზე გამარჯვებაო. властно подверг их позору, восторжествовав над ним собою. გააუქმარა ჩვენი მჟავრი და ცოდვები და დანაშაულებები, რისი გამოც სამუდამოდ ვიმსახურებდით სასჯელს. И истребил всякие вот эти грехи и эти обвинения, из-за которых мы были на вечную погибель обречены. მოიტანა რა პატიება ცოდვებისა Он принес прощение грехов და გამართლება. и оправдание. ეშმაკსო წაართვა იარაღი ჩვენს წინააღმდეგ. И он отнял всякое оружие, которое было против нас. ორი აქ არის სიტყვა გამოყენებული, რომ განაიარაღა. И тут упоминается слово, употребляется слово «обезоружил». ანუ იარაღი აყარა, განაიარაღა. რა ქვია მაგას? Демилитаризация ქვია. Демилитаризировал. Вот это вот. Дэвид. Понимаете? ანუ შეუზღუდა, წაართვა იარაღი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ჰქონდა. Он ограничил, отнял всякое оружие, которое у него было против нас. ნახე ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა სატანა ჩვენი მტერია, მაგრამ განიარაღებული მტერი არის. Смотрите, дьявол наш враг, но это обезоруженный враг. არა შეიარაღებული, არამედ განიარაღებული Не არის. вооруженный враг, но обезоруженный ის враг. გაძარცული არის. Он ограблен. წარმოიდგინე იესომ ჯვარზე სიკვდილით მიწი სამხედრო ბაზები განეიტრალა. Представь себе, Иисус своей смертью полностью разоружил его военные базы. მე არ ვიცი როგორ ხდება ეს სულიერ სამყაროში, მაგრამ სულიწმინდა ამბობს რომ ეს მოხდა. Я не знаю, как это происходит в духовном мире, но Дух Святой Библия говорит, что это произошло. ანუ იარაღი რომელიც სატანას ჰქონდა ჩვენს წინააღმდეგ წაართვა იესო. Что то оружие, которое было у дьявола против нас, Иисус отобрал это оружие. და ნახე რა წერია, საჯარო შეარწყვინაო ის. И написано, властно подверг их позору. განაიარაღა, შეარწყვინა, დაამცირა Разоружил, опозорил, унизил და ჯვრითო იზეიმა მათზე გამარჯვება. и восторжествовав над ним грузинским крестом здесь собою. უღრე როცა ჩვენ ლაპარაკობთ ეშმაკზე, Когда мы говорим о дьяволе,
ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეშმაკს არ შეუძლია ცუდი რაღაცების გაკეთება. Мы не говорим о том, что дьявол не может сделать что-то плохое. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა არხეინად ვიყოთ, იმიტომ რომ მას იარაღი არ აქვს. И это не значит, что мы должны быть спокойны, расслаблены. უბრალოდ что у ჩვენ него უნდა нет გესმოდეს, оружия. რომ ჩვენ გამარჯვებულ позиციაში ვიმყოფებით მასთან. Мы должны просто понимать, что по отношению к нему мы იცი находимся ჩვენ в ადრე არ победоносной ვიყავით ასეთ პოზიციაში. Раньше мы не были в такой позиции. მაგრამ იესო ქრისტემ გააკეთა ეს ჯვარზე. Это совершил Иисус Христос на ბიბლია кресте. ამბობს, განაიარაღა ეშმაკი. Библия говорит, что он разоружил მაგრამ дьявола. ეფესელთა მე-6 თავში ამბობს, რომ შეგვაიარაღა მორწმუნეები. Но в Ефесянам 6 главе написано, что он вооружил. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა დიდი უპირატესობა გვაქვს სიბნელეზე. Это означает, что у нас больше, можно сказать, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დიდი преимущества უპირატესობა перед тьмою. გვაქვს. Это означает, что у нас больше преимущества перед тьмой. ყველა დემონზე და ყველა უწმინდურ სულზე. Над всякими демонами и нечистыми духами. ორე ერთხელ ერთი ხილვა ვნახე ერთხელ. Однажды я увидел такое видение. რაღაც სულიერ კრიზისებს გავდიოდი. Я проходил духовные кризисы. ლოცულობდი, რაღაცას ვეძებდი. И я молился, я искал чего-то. და ძალიან დაღლილი იყო, ჩემი გონება იყო გადაღლილი. И мой разум, он был истощен, можно сказать, уставший очень. და არ მეძინა აი ესე შუადღე იყო, შუადღე. И это был полдень, я не спал. უბრალოდ ვიჯექი, ჩემს სკამზე ვიჯექი. Я сидел на стуле, და უცბად დიდი ეკრანი ჩაირთო. и вдруг передо мной включился большой экран. აი როგორც აქ მშვენიერი ეკრანია. Прекрасный экран. და უყურებ, როგორც ფილმს უყურებ. И я смотрю, как фильм. რომ ბრძოლა მიდის. И идет... აღმოჩნდი ბრძოლის ველზე. И я оказался на поле сражения. Я смотрю на эту битву. და აი ამ ბრძოლის ველზე ომი არის რომაელებსა და ეგვიპტელებს შორის. И вот здесь битва идет между римлянами и египтянами. აი ისეთ ადგილზე აღმოჩნდი, რომ შოკში ვიყავი. Я оказался в таком месте, что я был в шоке. აი ეს ცხენები, ბრძოლა, ხმაური Это кони, это шум, это сражение. და ეს რაღაც შენს წინ ხდება ეს ყველაფერი. И это все как будто происходит перед тобою. და ნახეთ რა დავინახე. И вот что я увидел. შეიარაღება დავინახე მათ. Я увидел их вооружение. და ეგვიპტელებს არ ქონდათ იარაღი. У египтян не было უბრალოდ оружия. ხის ხმლები ეჭირათ. У них они держали в руках деревянные და мечи. მათი ფარები იყო როგორც ბალიშები კათმის ბურტყლი რვაში. И их щиты были как подушки с пухом куриным. და ამ ბრძოლაში თელი ეს აკია ბუმბული ცენა იყო მოკლედ პერი იდგა. В этом сражении вот так летали вот эти пух этих куриц. და წარმოვიდგინე ხმლის ხმალები და ესეთი ფარები ეჭირათ მათ. И представьте себе деревянные мечи и вот такие подушки, щиты. და აი ისინი წარმოადგენენ ეშმაკის არმიას. И они представляли из себя дьявольскую армию. მათ არა აქვთ იარაღი. У них нет оружия. თუმცა რაღაცეები უჭირავთ. Хотя они что-то держат в руках. და არ არის ძალიან ეფექტური И ის. это не так уж эффективно. და აქეთ მეორე მხარეზე ხედავ რომაელებს. И с этой стороны я вижу римлян. და რა თქმა უნდა რომაელები ანადგურებენ მათ. И, естественно, римляне, они уничтожали их. მაგრამ ძალიან ცხელოდა ამ ფილმში. Но в этом фильме было жарко очень. და ერთმა რომაელმა მოიხადა ეს ჩაჩქანი თავიდან. И один из римлян, он шлем снял с головы. და როცა მოიხადა თავიდან, აი ეს ხის ხმალი მოხდა და გაუპოთავი. И когда он снял этот шлем, вот этот деревянный меч, он попал в его голову и рассек ее. შემდეგ დავინახე რომ მეორემაც მოიხადა ეს И потом я увидел, что еще и другой тоже снял шлем. და იმასაც მოხდა და გაუტყდა თავი. И этот деревянный меч ему также попал и рассек голову. და შემდეგ გამოიყო ერთი რომაელი ჯარისკაცი და დადგა ჩემს წინ. И один из римлянов, солдат, он თავისი სრული აღჭურვილობით. с этой битвы
во всем всеоружии и встал передо мной. და მაგარი ის იყო რომ ცხენი მოვიდა და უკან დაუდგა. И было сильно то, что его конь подошел и იმიტომ встал за რომ ним. ზურგი შიშველი აქვს მას და ალბათ რამე რო არ მოხედრო და ცხენმა დაიფარა ის. Я не знаю, потому что как бы спина у него не защищенная была, и возможно конь встал для того, чтобы защитить его. რა თქმა უნდა მე არაფერი ხმარ მომისმენია და როცა ამ ჯარისკაც უყურებდი ეფესელთა მე-6 თავში წავედი ღმერთი მანახებდა რომ სრული აღჭურვილობა უნდა И, გქონდეს. конечно же, я не слышал никакого голоса, но как только я увидел этого римлянина во всеоружии, я сразу же это повело меня в Ефесянам 6 главу. შეშინებული ვიყავი იმის გამო რაც დაემართათ მათ ვინც მოიხადეს ეს ჩაჩქანი. И мне страшно было за тех людей, за тех солдат, которые сняли свои шлемы, и у них из-за და этого ჩვენ была ვიცით сильная რა голова. არის ჩაჩქანი, ისი სიმბოლოა. И мы знаем, каким символом является это ეს шлем. არის გადარჩენის ჩაჩქანი Это როცერია. шлем спасения, дорогие мои. როცა შენ არ უნდა დაკარგო რწმენა რომ შენ ახარ დახსნილი ქრისტიანი. Когда ты не должен потерять веру в то, что ты спасен. იმიტომ რომ ეშმაკი მოდის ჩვენს გონებაში რომ დაგვარტყას. Потому что дьявол приходит в наш разум, чтобы და თუ ჩვენ ударить. დაუშვით ჩვენს ფიქრებში ეჭები, მაშინ აქ მას მოსადგომი რომ И დაგვარტყას. когда мы допускаем эти сомнения в нашем разуме, тогда у него есть სხვა возможность მხრივ ударить მას по нам. არ შესწევს ზალა რომ შეგვეწინააღმდეგოს ერთადერთი თუ ჩვენ იარაღს დავყრით მაშინ შეიძლება რამე გააკეთოს. Иначе он не может сопротивляться нам только в том случае, если мы сбросим с себя это все оружие. ან თუ მორწმუნე არ გამოიყენებს იმ უფლებას და იმ ძალაუფლებას რომელიც აქვს მაშინ ეძლევა ადგილი ეშმაკს. Или же в том случае, если верующий он не использует той власти, которая дана ему, вот в этом случае дьявол может ударить нас. და ვფიქრობ ამას გულისხმობდა მოციქული როცა ამბობდა რომ ადგილი არ მისცეთ И ეშმაკს. я думаю, что это-то имел в виду как раз-то апостол, когда говорил, не давайте место იყავი дьяволу. ფხიზელი რომ არ დარჩეს შიშველი ადგილი სიცარიელი შენ ცხოვრებაში სადაც ღია კარები ექნება ეშმაკს. Будь бодрствуй, чтобы не оставить ни одного открытого места, куда бы мог ударить дьявол. ამენ. Аминь. ბიბლია ამბობს რომ მან ძალა გამოაცალა სატანას. Библия говорит, что он отнял силу у дьявола, საყრდენი გამოაცალა. основание, შეარცხვინა. он опозорил его, საჯაროდ გახადა ეს ყველაფერი. и он властно, то есть он все увидели კიდევ этот ამბობ მე позор. არ ვიცი რა მოხდა სულიერ სამყაროში. Я еще раз говорю, я не знаю, что произошло в духовном მაგრამ мире, ჩვენ როგორც ღვთის ეკლესია но мы как Божья церковь, ეშმაკს ასე უნდა ვხედავდეთ ჩვენ. мы так должны видеть дьявола, ის განიარაღებული არის. что он обезоружен, ის შერცხვენილი არის. он опозорен, ჩვენმა უფალმა დაამარცხა и ის. наш Господь поразил его. დები ჩემო ძვირფასებო. ის არის, ის არ განუგდია დედამიწიდან. Он есть здесь, Господь не выгнал его из земли. ეშმაკი რაღაცა დრომდე იქნება დედამიწაზე. И до определенного времени дьявол будет здесь на земле. რა თქმა უნდა მას აქვს ძალაუფლება რომ ცუდი რაღაცეები აკეთოს. Конечно же, у него есть власть делать плохие вещи на მოიტანოს земле. ტკივილები და პრობლემები ადამიანების ცხოვრებაში. Приносить боли, приносить болезни, может быть, в жизнях людей. მაგრამ ჩვენ გვწამს რომ ჩვენ გამარჯვებულები ვართ. Но мы верим в то, что мы победители. ჩვენ შეიარაღებულები ვართ. И мы вооруженные. ჩვენ გადარჩენის ჩაჩქანი გვაქვს და რწმენის ფარი У გვაქვს. нас есть шлем спасения и щит веры. ჩვენ სულის მახვილი გვაქვს და სიმართლის ჯავშანი И გვაქვს. у нас есть меч духа, и есть также броня და იქამდე праведности. სანამ ჩვენ დავდივართ აი ასე რწმენით აღჭურვილები ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება. И до тех пор, пока мы ходим вооруженные всем этим, у ჩვენ нас нет გამარჯვება გვაქვს опасности. ყველგან. У нас есть победа везде. ალელუია მე. Аллилуйя. რომაელთა 6:14-ში წერია. Римлянам 6:14 написано: აქ წერია ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე. грех не должен над вами господствовать, რადგან რჯულის ქვეშ კი არაო მადლის ქვეშ ხართ. ибо вы не под законом, но под ოღონდ благодатью. ცოდვა და ეშმაკი სინონიმები არის. Значит, грех и дьявол это синонимы. და საწერია რომ ცოდვა ვერ იბატონებს, ბიბლია ამბობს ეშმაკი ვერ იბატონებს И შენზე. там, где написано, что грех не должен господствовать над вами, там же и написано, что дьявол не должен господствовать над вами. ეშმაკს არა აქვს გავლენა ჩვენ ცხოვრებაზე. Дьявол не имеет влияния на нашу жизнь. ის არ არის ვინც ჩვენ გადაგვიწყვიტავს რამეს. Это он не тот, который решит за нас что-то.
იმიტომ რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის. Потому что наш Господь Иисус Христос. ჩვენ გამარჯვებული უფალი გვყავს და ჩვენს გამარჯვებული ვართ И მასთან наш ერთად. Господь победитель, и поэтому мы являемся победителями с Ним. უყურე ჩემო ძვირფასებო, როცა ჩვენ დევნით ეშმაკს. Когда мы изгоняем дьявола, ჩვენ ამ განცდით არ ვდგევართ და არ ვებრძვით ეშმაკს, რომ შეიძლება დავმარცხდეთ. мы не стоим с таким настроем, что, может быть, мы проиграем эту битву. ხდებით, არამედ როგორც გამარჯვებულები ჩვენ ისე ვაკეთებთ ამას. Но как победители мы делаем это. ეს არ არის, რომ ერთი ძალაუფლების მქონე მეორე ძალაუფლების მქონეს დევნის. И это не так, что один власть имеющий изгоняет другого власть არა ჩემო имеющего. ძვირფასებო, ჩვენ გვაქვს ძალაუფლება, მაგრამ მას აღარ აქვს ძალაუფლება. Нет, дорогие мои, власть у нас, а у него этой власти нет. ეშმაკს არა აქვს ხელმწიფობა. У дьявола нет власти. და როცა ჩვენ უბრძანებთ, რომ ის წავიდეს, ის ვალდებულია, რომ И წავიდეს. когда мы приказываем ему вы уйти, он должен уйти. როცა ჩვენ უბრძანებთ ავადმყოფობას, რომ უნდა წავიდეს, ის უნდა წავიდეს. Когда мы приказываем болезни уйти, она должна уйти. ამენ. Аминь. იესო თქვა, რომ როცა იტყვიო და ეჭიარ შეგეპარება შენ სიტყვებში, ასე იქნება. Иисус сказал, что когда скажете и не усомнитесь в ваших словах, так и будет. როცა ჩვენ ვიძლევით ბრძანებას, პრობლემა ვალდებულია, რომ შეასრულოს ეს ბრძანება. Когда мы приказ отдаем, то эта проблема, она обязана выполнить этот приказ. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალაუფლება სიტყვების მეშვეობით თავისუფლდება. Конечно же, наша власть, она высвобождается посредством слов. გახსოვს როგორ ასისტავს რა უთხრა იესო. Вы помните, что сказал Иисус тысячу раз? რომ ისრაელშიც ვერ ვნახე ასეთი რწმენა. Что я в Израиле даже не нашел такой მაგრამ რა веры. იყო ასისტავის рწმენა? Но какова была вера, что холод начальника? სიტყვა თქვი. Скажи лишь слово. холод სიტყვა თქვი. Скажи лишь слово. იმიტომ რომ შენ ძალაუფლების თმოსილი ხარ. Потому что ты облечен властью. ჩვენ როცა გვესმის შენი ძალაუფლება, Когда мы понимаем нашу власть, ჩვენ გვიჯერავს ასევე იმ სიტყვებისა, რასაც ვათავისუფლებ. мы верим также в те слова, которые высвобождаем. დევით, Понимаете? იცი ერთხელ ერთ პიროვნებაზე ვილოცე. Однажды я молился за одного человека. წინა კვირას მოვყევი ჯადოქრებთან რაღაც შეხებები მქონა. И я на прошлой неделе рассказывал вам о том, что у меня было соприкосновение с колдунами. და ეს ახალგაზრდა გოგო იყო, რომელიც ჯადოქრობით იყო დაკავებული. И это была молодая девушка, которая была вовлечена вот в это колдовство. დამწყები ექსტრასენსი იყო. И она была начинающий экстрасенс. და მან მოინანია, И она покаялась. მაგრამ შეპყრობილი იყო დემონებით. И она была, можно сказать, демонами наполнена. და მე ესე ვიყავ მიჩეული, რომ როცა ლოცულობ და დევნი რაღაცა უნდა ვნახოთ, ან ფაქტებს ვეძებ, რომ დავრწმუნდე, რომ მოქმედებს. И знаешь, когда я молюсь, я ищу чего-то, я ищу фактов, чтобы убедиться. თუ დავინახე, რომ იყვირა, ან წაიქცა, ან რაღაც დაიკრუნჩხა და რაღაცები ხვდები, რომ მოქმედებს. И если я вижу, что она начала вдруг кричать, или она скукожилась, или начала там... და აი ესე უყურებ თვალებში და არაწმინდა სულებიც მიყურებენ მისი თვალებიდან. И я смотрю ей в глаза, и вот эти нечистые духи, они тоже смотрят на меня. ამიტომ კარგია თუ მოგიწევს ასეთ სიტუაციაში ლოცვა, ვიზეც ლოცულობ უყურე თვალებში. И поэтому это хорошо, когда ты молишься за такого человека, смотри в глаза. და ვილოცე И я помолился, და ფერი არ მოხდა. и ничего не произошло. და ჩემი რწმენის ბრძოლა დაიწყო. И началась битва моей веры. იქნება რწმენა არ მეყო. Может быть, мне не хватило веры. ხო არ შემეშინდა. Может быть, я испугался. ხდებით, მე დავიწყე რაღაცების, სხვა აი რაღაც გრძნობების ძებნა И დავიწყე. я начал искать какие-то чувства. არა იმის გაგება ძალაუფლებისა. Не искать понимание власти. ხდებით, Понимаете? ესე შეიძლება ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ძალაუფლება, მაგრამ შეიძლება ჩვენ არ გვაქვს გამოცხადება, რას ნიშნავს ამისი სიღრმე რა არის. Возможно, мы знаем, что мы имеем власть, но мы не понимаем глубины, у нас нет познания об этом. და ბოლო ის იყო რომ მე შევხედე თვალებში და უთხარი რომ ყველა უწმინდურ სულს მე დევნი იესო ქრისტეს И სახელით შენგა. последнее было то, что я посмотрел ей в глаза и сказал, я изгоняю всяких нечистых духов из тебя. და წავიდა. И ушла она. წავიდა და ზუსტად საათ ნახევარიან 2 საათი იყო გასული რომ მოვიდა.
И спустя 1,5 или 2 часа она вернулась обратно. თვალები უბწყინავდა. И у нее блестели глаза. მოვიდა ტიროდა და თანიცინოდა სიხარულისგან. Она пришла, она плакала и смеялась, но это был смех радости. მან თქვა რომ სახში წავედი. Она сказала, я пришла домой. როგორც კი სახში შევედი. И как только я вошла домой, უცბად რაღაცა ძალა მოვიდა და დავეცი. вдруг какая-то сила сошла на меня, и я упала. და ყვიროდიო. И я начала кричать. არც კი მახსოვს, გონებაც კი დავკარგე რაღაც მომენტში. Я даже не помню, потому что на какое-то время я просто отключилась. В და обморок. გათავისუფლდა. И она освободилась. არა ჩემი თვალებისი. Не перед моими глазами, სადღაც ნახევარი საათის შემდეგ სახში. но где-то через полчаса у себя дома. მაგრამ როცა ჩვენ ვიტყვით სიტყვებს Но когда мы говорим слова და ეჭი არ შეგვეპარება ამ ნათქვამში. и не усомнимся в сказанном მაგრამ нами, ეჭი არ შეგვეპარება ეხლა განა იმიტომ უბრალოდ რომ ჩვენ რაღაცას ფსიქოლოგიური მომენტი არის. не то, что мы усомнимся, потому что это какой-то психологический момент, არამედ სულიერი. но духовный. ეს არის რაც იესო ქრისტემ ჯვარზე გააკეთა ჩვენთვის. Это то, что сделал Иисус Христос. ბიბლია ამბობს რომ მან განაიარაღა სიბნელე Библия говорит, что Он разоружил тьму და მოგვაცა ძალაუფლება. и дал нам власть, მოგცა გამარჯვება. дал нам победу. ბიბლია ამბობს რომ ეშმაკი ვეღარ იმეფებს ჩვენზე. Библия говорит, что дьявол уже не может господствовать и царствовать ამენ над нами. სიბნელე ვეღარ имеფებს ჩვენზე. Тьма, она уже не может господствовать над нами. ჰალელუია. Аллилуйя. დიდება უფალს. Слава Господу. ჩემო ძვირფასებო, მე მინდა 22 ფსალმუნი წავიკითხო. Дорогие мои, я хочу прочитать 22-й псалом. და ეს ძალიან კარგი ფსალმუნი არის. Это очень хороший псалом. საქადაგებლად ძალიან კარგი არის. Очень хороший псалом для და проповеди. აქ წერია უფალი ჩემი მწყემსია И здесь написано, Господь пастырь мой, და არაფერი არ მომაკლდება. и я ни в чем не буду нуждаться. ეს წინასწარმეტყველური ფსალმუნი არის. Это пророческий псалом. არის ფსალმუნები რომლებიც რომელიღაცა დროსა და ეპოქას ეკუთვნის. Знаешь, есть псалмы, которые касаются მაგრამ какой-то эпохи. или времени. 22 ფსალმუნი იმიტომ არის უნიკალური, რომ დღევანდელ ჩვენ ცხოვრებას ეხება. Но 22-й псалом уникален тем, что он касается нашего იმიტომ რომ времени. ის დღევანდელ მდგომარეობაზე ლაპარაკობს. Потому что он говорит о сегодняшнем дне. რომ უფალი ჩვენი მწყემსი Что არის. Господь пастырь наш. უფალი ჩვენი მწყემსი არის. Господь пастырь наш. იესო ქრისტე ჩვენი მწყემსი არის, ის არის მწყემსი კეთილი. Иисус Господь, Он пастырь наш, Аминь. благой, добрый пастырь. ეშმაკი არ არის ჩვენი მწყემსი. Не дьявол наш пастырь, ეშმაკი არ არის ჩვენი ბატონი. не дьявол наш господин. ეშმაკი არ არის ის, ვინც წვიტავს ჩვენს ბედს. Дьявол не тот, который решает нашу судьбу. მას არა აქვს გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, აღარ აქვს. Он больше не имеет влияния на нашу жизнь. მას იარაღიც კი არ აქვს, რომ შეგვეწინააღმდეგოს. Он даже не имеет оружия, чтобы ის противостоять нам. განიარაღებული და შერცხენილი არის. Он разоруженный и опозоренный. მაგრამ უფალი ჩემი მწყემსია Но Господь пастырь наш, და არაფერი არ მომაკლდება. и я ни в чем не буду нуждаться. არაფერი არ მომაკლდება. Я ни в чем не буду нуждаться. ხასხაზამოლზე დამასვენებს და წყნარწყლებზე წამიძღვება. Он покоит меня на злачных пажитях и водит меня к водам тихим. გახსოვთ ორი კვირის წინა თქვი, მე უფალი ვარო, თქვენი ნუგეშის მცემელი. Вы помните, 2 недели назад я говорил, что я Господь ваш утешитель. მე ვარო თქვენი ნუგეშის Я მცემელი. ваш утешитель. შენ ვინახარო რომ А გეშინია? ты кто, что боишься? ჩვენ არ გვაქვს მიზეზი იმისა, რომ შიში ვიყოთ У დღეს. нас нет причины пребывать в страхе. ისი ჩემო ძვირფასებო, ჩვენ იმიტომ კი არ ვლაპარაკობთ წყევლაზე და ჯადოქრობაზე, რომ გეშინოდეს. Дорогие мои, мы не для того говорим о проклятии или о чародействе или колдовстве, чтобы мы არა боялись. უბრალოდ თუ შეხება გექნება, არ შეგეშინდეს. Но когда у тебя будет соприкосновение с этим, чтобы ты не Давид. боялся. არ შეგეშინდეს, რომ შენი პოზიცია იცოდე. Не боялся бы, чтобы ты просто знал свою позицию. იცი რა არის, ჩვენ წყევლას ვერ გავაქრობთ სამყაროდან. Знаешь, мы проклятие не сможем убрать из этого мира. მაგრამ როცა ჩვენ გვესმის შენი ძალაუფლება ქრისტეში, ჩვენ შეგვიძლია რომ გავაგდოთ ის შენი ცხოვრებიდან. Но когда мы понимаем власть, которую мы имеем из нашей жизни, мы можем удалить ее. იცი ჩვენ ეშმაკს ვერ გავაქრობთ სამყაროდან. Мы не сможем также убрать дьявола с этого мира. მაგრამ ჩვენ გავდევნით მას შენი ცხოვრებიდან და მას არ მივცეთ უფლებას რომ იმოქმედოს. Но мы изгоним его из нашей жизни и запретим ему действовать.
ჩვენ ვერ აუკრძალავთ მას, რომ ის არ არსებობდეს და არ იყოს. Мы не сможем запретить ему существовать вообще. ის იქნება. Он будет. ისი ამ სალმუნში წერია, რომ ის ტაბლას მოაწყობს მწყემს იკეთილი ჩვენს წინაშე, ჩვენს მტერთა თვალწინო. И здесь написано, что Господь приготовит трапезу в виду врагов моих, наш добрый ოდი пастырь. ცოტა სულიერად შევხედოთ ამ საკითხს. И давайте духовно посмотрим на этот вопрос. უფალი სუფრას არ გიშლის და იმიტომ რომ შენმა მეზობლებმა შენ რომ მტრად აღითქვი, იმათმა გიყურონ იქ. Знаешь, Господь не открывает эту трапезу из-за твоих соседей, которые видят, для которых для тебя они враги, ჩვენ возможно. სისხლში და ხორცში არ ვეძებთ მტრებს. Знаешь, мы не ищем врагов в крови и плоти. აქ არის ყველაზე დიდი მტერი ჩვენთვის სატანა არის. И самый большой враг наш это дьявол. ჩვენი მტერი ავადმყოფობა არის, ჩვენი მტერი ეშმაკი არის, რომელსაც მოაქვს ჩვენი მტერი, რა ვიცი, რა თქვა, წყევლა და უბედურებები არის, რომელსაც ფლობს ეშმაკი. Наш враг это дьявол, наш враг это болезни и все несчастья, которыми он владеет. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ჩვენ სუფრა გაგვიშალა. Но Библия говорит, что он открыл трапезу. ტაბლა მოაწყო. Он приготовил предо мной და ეს трапезу. არის ღვთის სიტყვა, ეს არის გამოცხადებები ღმერთისა. И это Слово Божие, это откровение от Господа. ჩვენ ამ სუფრიდან ვჭამთ. Мы питаемся от этого Дэви. стола, понимаете? მე არ ვიცი, შენ შეგიძლია გამოცხადებაზე განკურნება, ნახო იქვე соуზი, სიმშვიდის ამოაწო და მიირთვა. И знаешь, ты можешь там откровение об исцелении или соус мира взять это шалома и покушать. ისი დაინახე სუფრა შენ წინაშე. Ты должен увидеть перед собой вот этот стол. ღვთის სუფრა მდიდარი არის. Знаешь, Божья трапеза, она ის богатая. გამოცხადებებით სავსე არის. Она полна откровений. ღვთის სიტყვით სავსე არის И, შემოძვირფასება. дорогие мои, она полна Словом ღვთის Божьим. ტაბლა, ღვთის აღთქმები არის. Это Божья трапеза. და Это წერია რომ Слово მტერის Божье. თვალი დაინახავს ამას. И написано, что глаза врага увидят მაგრამ это. შენ ნუ უყურებ მტერს. Но ты не смотри на этого врага. მათ უფლება აქვთ რომ ახლოს იყვნენ. Знаешь, они имеют право находиться მაგრამ близко, უფლება არ აქვთ რომ შენ ცხოვრებაში იყვნენ. но они не имеют права быть в твоей жизни. მაგრამ ნუ შეგაშინებს მათი სიახლოვე. Но пусть их близость не თუ შენ напугает тебя. გრძნով შენ სიახლოვეში სიბნელეს, შეიძლება დემონებსაც განიცდიდე. გრძნობდე რომ სადღაც ახლო ბოროტის სულები მოძრაობენ. И, возможно, ты ощущаешь этих демонов, что они где-то близко, они вот так ходят. ნუ Не გეშინია. бойся. შენ ტაბლას უყურე. Ты смотри на этот стол, შენ на эту იკვებე იმით, ჩვენ трапезу. არ დავდებთ მათ. Ты питайся этим, с этого შენ არ стола. ვართ ეშმაკებზე მონადირე. Знаешь, мы не охотники за дьяволом. დები შემოძვირფასებო. Понимаете, дорогие мои? ისო წყნარ წყლებზე მიგვიძღვება ჩვენ. Пастырь, он ведет нас к водам тихим. წყნარი წყლები ეს არის სიცოცხლე იესო ქრისტესი. Знаешь, воды тихие – это жизнь Иисуса ეს Христа. არის მდინარეები სული წმინდისა. Это реки Духа Святого. იცი თუ რამით უნდა იყო დაკავებული, ეს არის რომ დაკავდე როგორ აივსო сული წმინდი. И знаешь, чем ты должен заняться, так это тем, чтобы наполняться Духом როგორ Святым. გაატარო ღვთის სიტყვასთან დრო. Как проводить время со Словом Божьим. გაატარე დრო აღიარებაში ღმერთის აღთქმებისა. Проводить время в исповедании Божьих обетований. გამოანთავისუფლე სიტყვები შენი ძალაუფლება რომელიც გაქვს. Высвобождай словами ту власть, которая есть у тебя. ესეთი ისტორია მოვისმინე. Я услышал такую историю. ფიქრობ რომ სწორად გამახსენდება. И я думаю, что я правильно вспомню ее. მოკლედ ერთმა კაცმა ორი ცხვარი იყიდა Один человек купил 2 овцы. და ორივე გალიაში ჩასვა. И обеих он посадил в клетку. და ორივეს ერთნაირად აჭმევდა. И обеих он кормил одинаково. ერთი და იგივე საკვებს უყრიდა. А он давал одну и ту же пищу. მაგრამ მესამე გალიაც იყიდა მან. Но он купил также и третью. და მესამე გალიაში მგელი ჩასვა. И в третью клетку он посадил волка. და ისე დადო ეს მესამე გალია რომ მხოლოდ ერთი ცხვარი ხედავდა მგელს. И он поставил эту клетку так, что только одна овца видела
этого მოგრე волка. პატარა მანგზილი არის და ისინი ერთ სხვარი მგელს უყურებს. И это небольшое расстояние, но эта овца сидит и смотрит. მაგრამ მეორე სხვარი მგელს ვერ ხედავს. А вторая овца, она не видит этого волка. მოგრე როცა საჭმელს უყრის, ეს რომელიც მგელს ვერ ხედავს, ჭამს და კარგად არის. И знаешь, та овца, которая не видит волка, когда он насыпает ей еду, она спокойно кушает. მაგრამ ისე შინია და ვერ ჭამს. Но это в панике, она... მოგრე მგელი ვერასდროს მისუდება მას, იმიტომ რომ გალიაშია ისიც. Знаешь, этот волк никогда не достанет ее, потому что она в клетке. მაგრამ ის რასაც ის უყურებს, შიშს თესავს მასში. Но то, что она видит, это сеет страх. და ცოტა ხანში მოკვდა ეს სხვარი. Померла овца через некоторое время. შიშმა და დარდმა მოკლა, რომ ერთ დღეს შეიძლება ეს მგელი ჩემ გალიაში И აღმოჩნდეს. представь себе, это страдание, вот этот страх погубили ее, потому что она думала, что однажды этот волк окажется... и ამიტომ зайдет в её ნაცვლად клетку. იმისა, რომ მგელს უყურო, Поэтому вместо того, чтобы смотреть на волка, შვენიერი ტაბლა გაგდა ტაბლას უყურე. у тебя прекрасный стол. На него შვენიერი смотри. სუფრა გაამზადა ღმერთმა შენთვის და აი ამ სუფრას უყურე. Прекрасную трапезу Господь умастил перед ისი тобой. Поэтому პეტრესაც смотри. იგივე დაემართა. Знаешь, с Петром произошло то же ვიდრე ის самое. იესოს უყურებდა, ის იდგა და მიდიოდა ტალღებზე. До тех пор, пока он смотрел на Иисуса, он прекрасно ходил среди волн по воде. მაგრამ როცა მგელს შეხედა, ჩაძირვა დაიწყო. Но когда посмотрел на волка, он начал утопать. ასე არის ჩემო ძვირფასებო. Так бывает, дорогие мои. დარდი კლავს, Знаешь, вот это мучение, оно შიში убивает. კლავს. Страх убивает. უფალი ჩემი მწყემსიაო. Господь пастырь мой, ხასხასამულზე დამასვენებს და წყნარწყლებზე წამიძღვება. Он покоит меня на злачных пажитях и водит меня სულს под омытием. განმიახლებსო. Подкрепляет душу мою. ისი სულს რა ანახლებს? Знаешь, что подкрепляет и обновляет სული душу? ახდება გამოცხადებებით. Знаешь, дух, он обновляется როცა ახალ გამოცხადებას откровениями. იღებს, სულში ახალი ცეცხლი მოდის. Когда ты получаешь откровение, как будто новый огонь приходит в тебя. ხდები ძვირფასებო. Понимаете, дорогие? და ნახეთ რა წერია. სულს განმიახლებ და სიმართლის ბილიკზე წამიძღვება. Подкрепляет душу мою и направляет меня на стези правды. თავისი სახელის გამო. Ради имени своего. სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რო ვიარო ბოროტებისა არ შემეშინდებო. И если я пойду и долиной смертной тени, не убоюсь зла. იცი ეს არის ჩვენი რწმენის აღიარება. Знаешь, это исповедание нашей веры. რაც არ უნდა მოიტანოს ეშმაკმა და რასაც არ უნდა გეგმავდეს, მე ვამბობ რომ არ მეშინია. Чтобы не планировал дьявол, чтобы он не старался приносить, я говорю, что я не боюсь. მე არ მეშინია ეშმაკის გეგმების. Я не боюсь планов дьявола. ხდებით, არც ამაქვს სურვილი რომ მისი ხმები ვისმინო И у საერთოდ. меня даже вообще желания нет слышать его მე голоса. მირჩენია წყემსი კეთილის ხმა ვისმინო. Мне лучше слушать голос доброго ამიტომ пастыря. ყველა ხმასაც ყურადღებას ნუ მიაქცევ. И поэтому не обращай внимания на все голоса. შენ ისმინე ის სიტყვა, რომელიც შენში რწმენას Ты გაზრდის. слушай то слово, которое взрастит в тебе რომელიც веру, შენ წამოგწევს სულიერად. которое поднимет тебя духовно. არ მეშინია ბოროტებისო. Я не боюсь зла, не убоюсь зла. მე არ მეშინია. Я не боюсь зла. ძვირფასო ეკლესია. Дорогая церковь, არ არსებობს ისეთი გამოწვევა, რომელზეც შენ შეგიძლია თქვა, რომ აი მე როგორ მეშინია. не существует такого вызова, на которое ты можешь сказать, о, я боюсь. ნუ გეშინია მწყემსი კეთილი შენთან არის. Не бойся, потому что пастырь добрый с тобой. ვიდრე მწყემსი კეთილი მიგიძღება, შენ უნდა თქვა, არ მეშინია. Прежде чем пастырь добрый будет вести тебя, скажи, я не боюсь. ჩვენ გვეშინოდეს მაშინ, როცა მას აღარ მივყვებით. Знаешь, мы должны бояться тогда, когда мы не მაშინ следуем за ნამდვილად ним. უნდა გეშინოდეს. Вот тогда ты на самом деле должен როცა бояться. მისი უფლობა აღარ არის და ხელმწიფობა, მაშინ ნამდვილად უნდა გეშინოდეს. Когда нет его господства, когда нет его влияния, вот აი ты тогда მაშინ должен არ бояться. გეშინოდეს, ეს უგუნურება არის. Потому что тогда ты должен бояться, потому что это глупость. მაგრამ როცა მის ფრთებქვეშ ხარ, არ უნდა Но გეშინოდეს. когда ты под покровом его, под крыльями его, тогда ты შენ не должен შეგიძლია бояться. შეხედო პრობლემებს, გამოწვევებს და თქვა, არ მეშინია. Ты можешь посмотреть на проблемы или вызовы и არ сказать, я მეშინია не боюсь. ბოროტებისა. Я не боюсь зла. ბოროტება არ გაქრება, სულ იქნება. Знаешь, это зло, оно не исчезнет, оно всегда სხვადასხვა будет. ბოროტება იჩენს თავს ჩვენს გარშემო. И знаешь, порой разного рода зло, оно проявляется вокруг მაგრამ нас, მას არ აქვს ადგილი ჩვენს но у ცხოვრებაში. него нету места в нашей жизни. ამენ. Аминь.
მე ვარო თქვენი ნუგეშის მცემელი. Я утешитель ваш. შენ ვინ ხარო რომ გეშინია? А ты кто, что боишься? ის არის ვინც წყალს მოგცემს. Он тот, кто подаст тебе воду. ის არის წყემს იკეთილი რომელიც ზრუნავს შენზე. Он пастырь добрый, который заботится о нас. და მან უგეშებშო შენი კვერთხი და საყრდენი. И твой посох утешает меня. ეს არის გამოცხადება იესო ქრისტეს ძალაუფლებაზე. Это откровение об Иисусе Христе. მან თქვა რომ მთელი ძალაუფლება ცაში და მიწაზე ჩემია. Ибо он сказал, что вся власть на небе и на земле და принадлежит ეს мне. ნიშნავს რომ ის ჩვენიც არის. И это означает, что это и наше იმიტომ რომ ჩვენ также. ერთნი ვართ ქრისტესთან. Потому что мы одно со Аминь. Христом. Аминь. ჩვენ ერთნი ვართ ქრისტე, ჩვენ საერთოდ ქრისტეს სხეული ვართ. Мы одно со Христом и вообще мы тело იესო Христово. ქრისტე თავია. Он глава Иисус Христос. და როცა ბიბლია ამბობს რომ იესო ქრისტემ ფეხი დაადგა ეშმაკს И когда Библия говорит, что Иисус наступил на და голову дьявола, ის მისი ფეხების ქვეშ არის შემოსრული. под его ногами ფეხები ეს ეკლესია არის. ноги — это церковь. ის ჩვენს ქვეშ არის. Он под нами. ჩვენ ქრისტესთან ერთად უმეფობთ მასზე И мы со Христом царствуем над და ним. ხელმწიფობთ მასზე. И мы господствуем над ним. გუშინეთი დამოვიდა Одна сестра პატარა подошла. ახალგაზრდა გოგონა Это молодая девочка. და მან თქვა რომ ისი რა იყო И она сказала, знаешь, что произошло? რამდენიმე დღის უკან Несколько дней назад ვიგზენია რომ ბოროტისული მოვიდა სახში დემონის შეგრძნება მქონდა у меня было чувство демона в доме. და ისო შემეხომე И он прикоснулся ко мне. და ეხა ვიფიქრე რომ ეს სიტყვის რომ აი მე წენსო შემიპყრო ეშმაკმა და აი დამიჭირა და რაღაც И я подумал, сейчас она скажет, ой, пастор, вот дьявол как-то завладел мною, там он что-то сделал, я так боюсь. ახალგაზრდა პატარა გოგოა Это молодая девочка. და მან თქვა И она сказала, და მე უთხარიო и я сказала ему, იესო ქრისტეს სახელით во имя Иисуса მე Христа, გდევნი я изгоняю მე тебя. ვარც კი დამიყვირია Я даже не кричала, არც ხმამაღლა არ მithქვია даже громко не сказала. და ისო წავიდა И он ушел. არც კი შემსინებია Я даже не испугалась. შვენიერი არის ასე უნდა Это იყოს прекрасно. И так и должно быть. ჩვენ არ გვეშინია Мы не боимся. ჩვენ ვერ შეგვაშინებს ეშმაკი Знаешь, нас не напугает дьявол. თუ ის სადმე გამოჩნდება ჩვენ მას გავდევნით Если он где-то появится, мы изгоним его. თუ ის შეეცდება რომ პრობლემები შეგვიქმნას ჩვენ მას შევუქმნით პრობლემებს Если он постарается создать нам проблемы, получит их сам. დავეხუმრე შენ ისეთი ხასიათები გაქვს ეშმაკიც კი მოერიდება შენთან ურთიერთობას Я пошутил, сказал, у тебя такой характер, что дьявол даже не захочет иметь дело с тобой. პირველი პეტრეს 5:8 წერია 1 Петра 5:8. და შემდეგ ვილოცებ И ძირფასებო потом мы помолимся, дорогие. იყავით მღვიძარენი Бодрствуйте. და იფხიზლეთ Трезвитесь, бодрствуйте. ის რა ჩვენ გვევალება მორწმუნეებს ეს არის Знаешь, то, что есть наша часть и зависит от გვიძარე верующих, მორწმუნე это იყავი будь трезвым верующим. ლოცველი მორწმუნე იყავი Будь молитвенным верующим, молящимся. სიტყვასთან ურთიერთობის მორწმუნე იყავი Верующим, общающимся со როცა Словом ჩვენ Божьим. ლოცულობ და ღვთის სიტყვას ვსწავლობ და ვიკვებებით ეს არის ფხიზენი მდგომარეობა Знаешь, когда мы читаем Слово Божие и бодрствуем в молитве, вот это и есть быть трезвым, трезвиться и бодрствовать. გვიძარენი იყავით იფხიზლეთ Трезвитесь и бодрствуйте. რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს Потому что противник, ваш дьявол, ходит как рыкающий лев, ища кого поглотить. იცი ძალიან კარგად არის დაწერილი Очень хорошо написано. მე ეს სიტყვა უფრო მომეწონა კიდევ И мне еще это слово понравилось. ეძებს ვინ ჩაყლაპოს Он ищет кого поглотить. იმიტომ რომ მას ყველა შაყლაპო არ შეუძლია Потому что он не может всех поглотить. ის ეძებს მას საძებნი ყავს ასეთი Он ქრისტიანები რომ ищет. ჩაყლაპოს Ему нужно найти таких христиан, которых он сможет поглотить. იმედია ჩვენ შორის ვერ იპოვეს Надеюсь, с нами ему не повезет. ხდებით ის ეძებს ვინ დაკარგა სიფხიზლე Знаешь, он ищет тех, которые потеряли бдительность. ის ეძებს იქ სად არის კარები ღია Он ищет тех, у кого двери открыты.
მოდი ნუ დავკარგავთ სიფხიზლეს. Давайте не потеряем вот эту და бдительность. ნუ დავკარგავთ გაგებას ძალაუფლების შესახებ, რომელიც გვაქვს И не ქრისტეში. потеряем понимание той власти, которую мы имеем. ამენ. Аминь. ავარჯიშე ყოველთვის შენი ძალაუფლება. Знаешь, тренируй твою власть. ესე უფალი რაღაცებს მატარებდა. Знаешь, Господь проводил меня через ბიბლია ამბობს, რომ некоторые ღმერთი вещи. ბრძოლას ასწავლის შენს ხელებს. Знаешь, Библия говорит, что Господь научает руки наши брани. უფალი გძვრთნის И Господь тренирует нас. და მეც ბევრჯერ ფიქრობდი ამაზე. И знаешь, я много также думал об этом. და მქონია ისეთი მომენტები, И у меня бывали такие моменты, რომელიც ღმერთმა დაუშვა, которые допускал Бог. რომ რაღაცა სიბნელესთან მქონოდა უფრო ღრმა შეხება. Чтобы у меня с тьмой было более какое-то такое глубокое соприкосновение. მაგრამ ყოველთვის ერთნაირს გძნობდი, რომ არანაირი შიში არ იყო ჩემს გულში. Но я одно видел, что у меня не было никакого страха. ღმერთი ზებუნებრივ მშვიდობას მაძლევდა. Бог давал мне сверхъестественный мир. ხდებით? და ვიწყებდი მოქმედებას. И я тогда начинал действовать. და აი ესე უფალთან ერთად ძალიან ბევრი პრაქტიკა გავიარე. И вместе с Господом вот таким образом я прошел много практики. ამიტომ ჩვენ არ გვეშინია. Поэтому мы не боимся. ჩვენ ვიცით, ვინ ვართ ქრისტეში. Мы знаем, кто мы во Христе. ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ძვირფასებას. Это касается любой сферы нашей жизни. თუ ეს ფინანსურია, თუ ეს ფიზიკური პრობლემებია, თუ ეს სულიერი პრობლემებია, Будь это финансовые, физические, душевные, духовные проблемы. მოდი ნუ შეგვეშინდება. Давайте не будем бояться. გამოვიყენოთ ჩვენი ძალაუფლება. Будем использовать нашу власть. ამენ. Аминь. ჯვარზე უწყება ზუსტად ამაში არის. Весть о кресте как раз-то и об этом. ჯვრის რწმენის ძალა ამაშია, რომ ჩვენ გვესმის ჯვარზე რა მოხდა. Сила веры креста как раз-то и в том, что мы понимаем, что произошло на кресте. როცა უყურებ ჯვარს, Когда ты смотришь на крест, ჩვენ ხედავთ განიარაღებულ ეშმაკს. мы видим разоруженного дьявола. ჩვენ შერცხვენილ ეშმაკს ხედავთ. Мы видим опозоренного дьявола. ჩვენ ხედავთ მბრალდებელს და ცილისწამებლებს და ხელნაწერებს კიდე რომელიც გაკრული არის. Мы видим клеветника, мы видим вот эти рукописи, которые пригвождены, рукописи о нас. ბიბლია ამბობს, რომ ჯვარი ჩვენი ძალა არის. И Библия говорит, что крест – это Аминь. есть наша сила. Аминь. დაღუპულებისთვისო ის სისულელი არის, ხო, მათთვის, დაღუპულებისთვის, მაგრამ ჩვენთვის ღვთის ძალა Для погибающих это безумие, но для нас это сила. და პასუხისმგებლობაც არის, რა თქმა უნდა. И также, конечно же, ответственность. რომ ჩვენ გვესმოდეს, რომ ის რაც მოგვეცა და მოგვენდო ღმერთისგან, მას შენახვა სჭირდება. Чтобы мы понимали, что то, что нам дано от Господа, это нужно беречь. იცი, წოდის დაცემამდე ადამიანის ამ ქადაგებებს ქადაგებდა ალბათ. Знаешь, до грехопадения, наверное, Адам проповедовал эти проповеди, რომ ჩვენ ძალაუფლება გვაქვს. что у нас есть власть, ჩვენ გამარჯვებულება ვართ. мы победители. მაგრამ არ იფხიზლა. Но знаешь, он не бодрствовал. და მისცა ეშმაკს ეს ძალაუფლება. И он отдал эту власть дьяволу. შეიძლება შენ სადღაც ჯიბეში ჩაიდო ეს ძალაუფლება. Знаешь, ты можешь в карман положить себе эту власть, მაგრამ მოდი გამოიყენე. но лучше используй ее. მოდი წინაღუდექი ეშმაკს. Противостань дьяволу. წინაღუდექი რწმენით აღუდექი წინ ყველა სიბნელეს. Противостань верою против всякой მოგორე тьмы. ძირფასებო, ეს ის კი არ არის უბრალოდ იყვირო და უყვირო ეშმაკს. Дорогие мои, это не то, чтобы кричать на дьявола и так далее. ბიბლია ამბობს, რომ რწმენის бრძოლით ვიბრძოლით ჩვენ. Библия говорит, что мы сражением веры ისი сражаемся. რაც ნიშნავს რწმენით ბრძოლა? Знаешь, что означает, когда ты сражаешься რომ მე верой? ვდგევარ მткиცეთ შეურყევლად იმ რწმენაში, რაც იესო ქრისტე მოიპოვა ჩემთვის. Что я твердо, непоколебимо стою на той вере, которую Иисус Христос Аминь. приобрел для меня. რომ მე ქრისტესთან ერთად вар ჯვარცმული, დამარხული, აღმდგარი და მამის მარჯვნივ Что მჯდომარე. я со Христом распят, погребен, воскрес и сижу по одесную Отца. და აი ამაში მე ვდგევარ მткиცე რწმენი და ვიბრძვიდ, რომ ამ პოზიციიდან არ И გადავიდე. я верю в это, и я твердо стою на этой позиции и делаю все для того, чтобы не отпасться с этой позиции. მოდი წამოვდგეთ Давайте встанем და ვილოცოთ დღეს. и помолимся сегодня. მე მინდა პირველ რიგში რომ ქება მიუძღნა ღმერთს. И я хочу в первую очередь, чтобы ты воздал хвалу Богу. ემადლიერი ღმერთს ყოველთვის იმ ძალაუფლებისთვის, რომელიც მან მოიპოვა ჩვენთვის. Благодари Бога всегда за ту власть, которую Господь приобрел тебе.
ძირფასო ეკლესია არასდროს ვიცი რომ არ გეშინიათ, ამიტომ არ ლაპარაკობ, მაგრამ არასდროს შეგეშინეთ რომ ხმამაღლა ილაპარაკოთ სატანის მარცხზე. Дорогие мои, я не потому говорю, что вы боитесь, но я говорю, что вы не должны бояться громко говорить о поражении ისი дьявола. მე ვაღიარებ ეშმაკო შენ დამარცხებული მტერი ხარ. Знаешь, я провозглашаю и говорю, дьявол, ты მე пораженный ყოველ враг. დღე ვახსენებ ეშმაკს რომ განიარაღებული არის და შერცხენილი არის. Знаешь, я каждый день напоминаю дьяволу, что он опозорен и разоружен. ზოგჯერ მას უნდა რომ ძლევამოსილად წარმოგვიდგინოს თავი, მაგრამ როცა სიმაჭე ჭეშმარიტებას ვეუბნევით, ის უბრალოდ მიდის შერცხენილი. Знаешь, иногда он хочет показать себя таким властимеющим, могущественным, но когда ты говоришь о его истине, როცა ის тогда он მოდის რომ уходит. დაგამციროს. Когда он пытается тебя унизить, მომისვინეთ მას მიზეზი არა აქვს ამის. знаешь, у него нет причины сделать это. ის ტყუილებით მოდის. Он приходит с ложью. მაგრამ შენ შეგიძლია ჭეშმარიტები დაამცირო Но ის. знаешь, ты можешь истиной ის რასაც ჩვენ уничижить ვეტყვით его. ეშმაკს, ის ჭეშმარიტება არის, მოგონილი არ არის. Знаешь, то, что произошло с дьяволом, это истина, это რომ не ის придумано. განიარაღებული არის. Что он обезоружен, გაძარცული არის. что он разграблен, შერცხენილი არის. что он опозорен, დამცირებული არის. унижен, და წაგებული არის. и он поражен, და განწირული არის საუკუნო и სასჯელისთვის. он обречен на вечное страдание. Аминь. ხოლო მე გამართლებული, А я оправдан, შემოსილი ძალით, я облечен силой, ძალაუფლებით, властью. წემსიკეთილი მიმიძღვება И пастырь добрый, он ведет და меня. არაფრისა არ მეშინია. И я ничего не боюсь. არაფრისა. Я ничего не боюсь. არც ერთი მგლის, მტრის არ მეშინია. Ни одного волка или врага. Я не боюсь. ამენ. Аминь. იმიტომ რომ მე მესმის ძალაუფლების გამოცხადება მაქვს Потому ქრისტეს. что у меня есть откровение власти. ჰალელუია, ამენ. Аллилуйя. ჰალელუია. Аллилуйя. იცი, ეთ ხელ ახსოვს ახალი მორწმუნე ვიყავი მაშინ. Я помню, тогда я был молодым верующим. რაღაცა პრობლემები მე არ მქონდა, ჩემთან მქონდათ პრობლემები. Не у меня были проблемы, а ко мне имели проблемы. იმიტომ რომ ქრისტეს მე არავისთან არ მაქვს პრობლემები. Потому что после Христа у меня ни с кем нет проблем. და ის ძალიან ძლიერი ჯანიანი რაც მე ვიყავ ნაკლები, მაგრამ ჩემზე ძალიან ძლიერი იყო. И вот этот, кто имел проблемы со мной, был такой подянянщик меня. ეს იყო Я სასაული, тоже не რაც მე был слабаком, განვიცადე. но он был покрепче. და იმან წამოიღო ხელი, И он вот так замахнулся на меня, чтобы აი ударить. კაცი, რომელსაც მართლა 10 კაცს ერთად სცემდა. Это человек, который мог бы 10 вот за раз побить. და აი უბრალოდ აი წამოიღე. აი ესე დავიჭირე ხელი. Вот он замахнулся, и его так просто двумя საერთოდ არ пальцами. მიგძნი არაფერი და რომ ხელი გაეყინა, აი რომ გეგონება გაუხმა. И знаешь, я двумя пальцами вот так взял его за руку, и как будто замерзла. უბრალოდ окаменела его рука. აი ესე მიჭირავს. И я вот так держу его руку, მიყურებს და ფერი არ აქვს. и он все цвета потерял. დარც Смотрит მე на არა меня. მაქვს ფერი, იმიტომ რომ მე ჩემეშინა რა. Ну, я тоже чуточку потерял, потому что я испугался, конечно. ჩემო ძირფასებო, მე ნახე რას ნიშნავს რომ ღმერთი მარჯვენი უჭირავს. Знаешь, я понял, дорогие, когда Бог держит десницу твою, правую руку. ოდიში მომიხადა. Он извинился. და ეს რა იყო? Он говорит, извини, но что это было? რა იყო დარბაზში დავდივარ. Я сказал, ну, я в зал хожу. ეს ის В этот зал ходит, ну, в смысле, церковный დები ჩემო зал. ძირფასებო. Дорогие мои, ერთხელ ლოცულობდი я однажды молился, და მე მიყვარდა ღამე ლოცვა. и я любил ночью молиться. ეხა საღამოობით. А теперь вечерами только молюсь. აი თელი ღამე. Я имел в виду, всю ночь молился. და განმარტოებით სადღაც ოთახში ლოცულობ. И я уединенно молюсь где-то в комнате у себя. და ღამე მოვიდა ერთი პიროვნება, И ночью пришел один человек. რომელმაც იფიქრა, რომ შემაშინებდა. И он думал, что напугает меня. და მე ვილოცე, Я помолился, გამოვედი, вышел, კარები გავაღე открыл двери. და აი ამ კარების წინ აი ესე ჩაჩოქილი დგას.
Открываю двери, вижу, что он у дверей, у порога на коленях стоит. გეუბნებით ხელები აი ესე უწყია უკან. ხო იცი პოლიცია რომ დაადებს ხოლმე. Он так заключенный, вот руки за спину, и вот так на коленях стоит. მე არ ვიცი რამდენი ხანი იყო. Я не знаю, сколько времени он находился так. როცა ჩავხედე თვალებში მითხრა მირზა მაპატია. И потом он, когда наши взгляды встретились, он сказал: Миза, прости меня. ვიფიქრე რომ შეგაშინებდიო, უბრალოდ უგუნური აზრი მომივიდა თავში. Я думал напугать тебя, ну какие глупые мысли иногда лезут в нашу голову. მინდოდა რომ ჩამემტრია პანჯა რაღაცა დამერტყა. Я хотел проломить стекло, что-то ударить. და ვიღაცა მომიგრიხა ხელები. И кто-то вот так за руки меня загнул назад руки мои. და დგას ასე. И он вот так стоит. გამოვიდი, გაუშვით ბიჭებო. Я вышел сказал: ребята, отпустите его, пусть уходит. ასეთი რაღაცეები ხდება. Такое тоже происходит. იმიტომ რომ ჩვენსგენ მეტნიარია. Потому что за нас больше. უფალი ჩვენი მწყემსი არის. Господь пастырь наш. და არასდროს არაფერი არ მოგვაკლდება. И никогда мы ни в чем не будем нуждаться. გვანუგეშებს მისი კვერთხი და ძალაუფლება. Его жезл и власть, они успокаивают нас. ჰალელუია. Аллилуйя. ჰალელუია. ღმერთო ჩვენ მადლობას გიძღვნით. Боже, мы благодарим Тебя შენი მადლისთვის უფალო. за благодать Твою, ყველა შენი სიკეთისთვის ღმერთო. за все добро Твое. უფალო ჩვენ ეხლა უყურებთ ჯვარს. И, Господь, мы сейчас смотрим на крест. და ჩვენ ვხედავთ აი ამ ჯვარზე უფალო. И, Господь, мы видим на кресте это. ჩვენ წინააღმდეგ ბრალდებებს მილურსმულს. Всякие обвинения против нас, которые და пригвождены. ვაკებ ჩვენ სახელს უფალო И იესო мы за ქრისტე. это прославляем Твое имя, Господь ჩვენ Иисус. ვხედავთ უფალო ეშმაკს დამარცხებულს და განიარაღებულს Мы видим дьявола обезоруженного и და опозоренного. შერცხვენილს. И опозоренного. ჩვენ უყურებთ შენი ჯვრის სისხლს იესო. Мы смотрим на кровь креста, Господь Иисус. და ჩვენ ვხედავთ იმ ძალაუფლებას რომელიც გვაქვს И мы видим ту власть, которая есть у нас. და იმ გავლენას რომელიც გვაქვს სიბნელეზე შენთან ერთად უფალო. И ту власть и проявление, которое мы имеем над тьмой. შენი სახელით უფალო. Твоим именем, Господь. ამიტომ ვამბობთ ღმერთო დღეს აქ ამ ადგილზე Поэтому мы говорим здесь, на этом месте, რომ არ Господь, გვეშინია უფალო. что мы не боимся. ჩვენ არ გვეშინია ტკივილების პრობლემების. Мы не боимся боли и ჩვენ არ проблем. გვეშინია გამოწვევების. Мы не боимся вызовов. ჩვენ არ გვეშინია სიბნელის, ეშმაკის, ცოდვის. Мы не боимся тьмы, Имя дьявола, дорог- греха. ეშმაკი, ცოდვა, წყევლა ვეღარ იბატონებს Потому ჩვენზე. что дьявол, проклятие и тьма, они не смогут господствовать над нами, грех. უფალო გაქებ და გადიდებ ჩვენ. Господь, мы славим и хвалим Тебя. მოგვეცი გამოცხადება უფალო თელერს. Господь, дай нам откровение Твоему მოგვეცი народу. გამოცხადება შენი სულით ღმერთო. Господь, дай откровение Духом Твоим. რათა ყოველმა მორწმუნემ დავინახოთ თუ ვინა ვართ იესო ქრისტეში. Дабы каждый верующий увидел, кто Он во Христе ვინა Иисусе. ვართ უფალო რას ნიშნავს რომ ძალაუფლება გვაქვს. Кто мы, что значит, что мы имеем власть. ჰალელუია. Аллилуйя. იესო ქრისტეს სახელით. Во имя Иисуса Христа. მოდი ჩემო ძვირფასებო, აი ამ ლოცვაში. Дорогие мои, давайте в этой молитве აღიჭურო ეხლა იმ იარაღით, რომელიც ეფესელთა 6 თავში არის. просто облекись тем всеоружием, которое есть в Ефесянам 6 главе. აიღე რწმენის ფარი. Возьми щит веры. ბიბლია ამბობს, რომ რწმენის ფარით შევძლებ ისრები, რომელსაც სატანა ისრის შენ წინააღმდეგ რომ მოვიგერიო. Библия говорит, что წინააღმდეგ. этим щитом мы можем просто прикрыть себя от этих стрел огненных, которые дьявол აიღე направляет. გადარჩენის შაჩქანი. Возьми шлем спасения. ბიბლია ამბობს, რომ უნდა შემოისარტყლო გონების წელი. Библия говорит, что ты должен возложить свой разум, закрыть, защитить. ღვთის სიტყვით უნდა შემოისაზღრო. Ты должен Словом Божьим облечься. იესო ქრისტეს გამოცხადები. Откровением Иисуса Христа. ჰალელუია. Аллилуйя. მოდი წინააღმდეგი იესო ქრისტეს სახელით ყოველგვარ სიბნელეს. Противостань именем Иисуса Христа всякой გამდევნე зле. შენი ცხოვრებიდან ყველა ნეგატიური აზრი. Изгони из твоей жизни всякое თუ негативное. რაიმე ზეწოლას განიცდი, რაიმე სფეროში. Если ты переживаешь какое-то влияние или давление в какой-либо сфере твоей უთხარი რომ жизни, ეშმაკო შენ არ გაქვს ადგილი ჩემს ცხოვრებაში. скажи, дьявол, ты не имеешь места в моей жизни. სატანა ჩვენ გეუბნებით არა. Дьявол, мы говорим тебе нет. არ გაქვს ადგილი ჩვენ У ცხოვრებაში. тебя нет места в нашей жизни. ავადმყოფობა და ტკივილი
ჩვენ ვეუბნებით არას. Болезни и боли мы говорим იესო нет. ქრისტეს სახელი. Во имя Иисуса Христа. იესო ქრისტეს სახელი. Во имя Иисуса Христа. ჩვენ არ ვექვემდებარებით სიბნელეს Мы не подлежим, мы не подчиняемся тьме და ბოროტებას и злу, და წყევლას. и проклятию. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ახლა გამარჯვება და ძალაუფლება. Потому что у нас есть победа и власть. იესო ქრისტეს სახელი. Во имя Иисуса Христа. მეფეთა მეფის სახელით. Именем Царя ჩვენ Царей. დევნით ყოველგვარ სიბნელეს. Мы изгоняем всякую ყველა тьму, ტკივილს. всякую боль. იესოს სახელი. Во имя Иисуса. ყველა უძლურებას. Всякую немощь. ყოველგვარ უკმარისობას. Всякую ჩვენ დევნით ჩვენი ცხოვრებიდან. нехватку, недостачу. Мы изгоняем из нашей жизни. მორწმუნეთა ცხოვრებიდან. Из жизни верующих. იესო ქრისტეს სახელით. Во имя ჰალელუია. Иисуса Христа. წინააღმდეგი ეშმაკს Противостань дьяволу. და ის გაიქცევა შენგან. И он убежит от тебя. ეკლესია ის გაიქცევა შენგან. Церковь, он убежит от тебя. მას არ შეუძლია რომ ჩვენს პირისპირ დადგეს. Он не может противостать нам. იმიტომ რომ ის განიარაღებული, დამარცხებული და შერცხვენილი არის. Потому что он разоружен, он проиграл и он ბიბლია опозорен. ამბობს რომ ჩვენთვის უცნობი არ არის ეშმაკის И ზრახვები. Библия говорит, что для нас небезызвестны умыслы дьявола. ჩვენს წინ ღია არის ის. Для нас он открыт. ის თუ შეეცდება რომ სადმე გამოვლინდეს, ჩვენ ყველგან ვიცნობთ მას. Знаешь, если он постарается где-то проявиться, мы узнаем это. ამენ. Аминь. ჰალელუია. Аллилуйя. უფალმა გაკურთხოთ ძვირფასი. Пусть Господь благословит вас, дорогие мои.